გურჯაანში ადგილობრივი შტაბის ორგანიზებით მხარდამჭერები იკრიბებიან იმის გამო, რომ აქციაზე დასწრების სურვილი გურჯაანელების დიდმა ნაწილმა გამოთქვა მუნიციპალიტეტიდან თელავის მიმართულებით რამდენიმე კოლონა გაემართება. დეტალებს პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა თეა ალავერდაშვილი გაგვაცნობს. თეა, დაიძრა თუ არა უკვე კოლონა გურჯაანის ცენტრიდან? დიახ, ავტომობილების კოლონა გურჯაანიდან თელავისკენ მიმავალი, რომელიც აქციას უნდა შეუერთდეს, სულ რამდენიმე წუთში დაიძრება ადგილიდან. უნდა ითქვას, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან დღევანდელ აქციაზე დასწრების სურვილი გამოთქვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და იმის გამო, რომ არ მოხდეს გურჯაანის თელავის ცენტრალური ავტომაგისტრალის პარალიზება, ამიტომ კოლონები სამ ნაწილად გაემართება თელავში. დღეს დილიდან იკრიბებიან კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერები, მოდიან როგორც ახალგაზრდები და ასაკოვანი ადამიანები, ასევე იკრიბებიან ნაშეზღუდული ადამიანებიც. ისინი დახმარებას ითხოვენ თელავში გადასაადგილებლად და აცხადებენ, რომ მათ სურვილი აქვს მოусმინონ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას. აქ შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ მათი განწყობა დღეს არის ამაღლებული, მათ გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის და აცხადებენ, რომ ეს არჩევნები არის თითოეული მათი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს ასეთი მასშტაბური დასწრებით გურჯაანიდან თელავის აქციაზე აქაურებს სურთ, რომ სრულიად საქართველოს დაანახონ, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას გურჯაანიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. შეგვიძლია მოსახლეობის კომენტარები მოვიმინოთ. გურჯაანელები ვარ, ჩვენ მივდივართ ძალიან ბევრი და ჩვენ გვინდა რომ დავუჭიროთ მხარი ბიძინა ივანიშვილს და დავანახოთ ხარს, რომ ვართ მისი მხარდამჭერები. სიარული მიჭირს და მაინც მივდივარ აქციაზე, რომ დავუჭირო მხარი. უპრეცედენტო რაოდენობა ამ სურვილების მინდა გითხრათ, რაც ძალიან კარგად აისახება ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიას. ზუსტად წუთებში ხდებიან უკვე კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერები და იძრება უკვე კოლონა თელავის მიმართულებით, შემდეგი კოლონა თელავში დაგეგმილ აქციას 6 საათზე უნდა დაიწყოს, დაახლოებით 1 საათში შეუერთდება. მადლობა თეა, გურჯაანიდან ჩემი კოლეგა თეა ალავერდაშვილი საუბრობდა.